საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით. დღევანდელი ჩვენი გაკვეთილის თემა გახლავთ დნმ-ის გაორმაგება, ანუ დნმ-ის რეპლიკაცია. მას როგორც წინა გაკვეთილზე ვთქვით, დნმ-ის ძირითადი ფუნქცია გახლავთ მემკვიდრეობითი ინფორმაციის შენახვა და გადაცემა. სწორედ ბუნებამ ეს ბიოლოგიური როლი დააკისრა დნმ-ის მოლეკულას, რადგან მას შეუძლია გაორმაგება, ანუ ერთი მოლეკულისაგან ორი ზუსტი იდენტური მოლეკულის წარმოქმნის უნარი, რომლის დროსაც შესაბამისად ორმაგდება მემკვიდრეობითი ინფორმაციაც და ამავე დროს თავისი სტრუქტურის მდგრადად შენარჩუნების უნარიც გააჩნია. ეს უნარი, რომ დნმ-ს გააჩნია რეპლიკაციის უნარი, დაკავშირებული არის მის აგებულებასთან, კერძოდ ის, რომ იგი შედგება ორი კომპლემენტარული ჯაჭვისაგან. კომპლემენტარული შეგახსენებთ, რას ნიშნავს, რომ დნმ-ის მოლეკულის ორი ჯაჭვი ერთმანეთს უკავშირდება აზოტოვანი ფუძებით კომპლემენტარობის პრინციპით. კერძოდ ადენინს ყოველთვის უკავშირდება თიმინი და პირიქით გვანინს ყოველთვის უკავშირდება ციტოსინი, რადგან ეს აზოტოვანი ფუძეები შეესაბამება ერთმანეთს გეომეტრიული ფორმით. ახლა თქვენ ეკრანზე ხედავთ დნმ-ის გაორმაგების, ანუ რეპლიკაციის ზოგად სურათს. აქ კარგად ჩანს, რომ დნმ-ის ორი ჯაჭვი დროებით ერთმანეთს სცილდება. უჯრედის ბირთვში ყოველთვის არის თავისუფალი ნუკლეოტიდები და ამ თავისუფალი ნუკლეოტიდებისაგან ყოველ ჯაჭვზე კომპლემენტარობის პრინციპით აიგება ახალი ჯაჭვი. შესაბამისად, თითოეული დედისეული დნმ-ის მოლეკულის თითოეული ჯაჭვი ასრულებს ყალიბის, ანუ მატრიცის როლს. აქედან გამომდინარე, დნმ-ის რეპლიკაციას მატრიცული სინთეზის რეაქციებს მიაკუთვნებენ. უფრო დაწვრილებით ეს პროცესი შემდეგ სქემაზე განვიხილოთ. სურათზე თქვენ ხედავთ დნმ-ის მოლეკულის მონაკვეთს რეპლიკაციამდე, სადაც ადენინიანი თიმინინიანთან არის დაკავშირებული, გვანინიანი ციტოსინიანთან, თიმინინიანი ადენინიანთან და გვანინიანი ციტოსინიანთან. შემდგომ სურათზე ნაჩვენებია, რომ ეს ორი დედისეული ჯაჭვი დროებით ერთმანეთს სცილდება და თავისუფალი ნუკლეოტიდებისაგან კომპლემენტარობის პრინციპით აიგება ახალი ჯაჭვი. ხოლო შემდეგ სურათზე ხედავთ, რომ უკვე ერთი საწყისი დნმ-ის მოლეკულისაგან წარმოქმნილია ორი ახალი დნმ-ის მოლეკულა. თითოეულ მოლეკულებში აღნიშნული არის A ჯაჭვები და B ჯაჭვები, როგორც ხედავთ. A ჯაჭვები უფრო მუქად არის შეფერილი, B ჯაჭვები უფრო ღიაფრად არის შეფერილი. A ჯაჭვები არის დედისეული, ანუ საწყისი დნმ-ის მოლეკულის ჯაჭვები, ხოლო B ჯაჭვები არის ახლად სინთეზირებული კომპლემენტარობის პრინციპით ახლად სინთეზირებული ჯაჭვები. მას აქედან გამომდინარე, A ჯაჭვები ასრულებენ მატრიცის, ანუ ყალიბის ფუნქციას, ხოლო B ჯაჭვები მის მიხედვით აიგება კომპლემენტარობის პრინციპით. სწორედ რადგან დნმ-ის მოლეკულა შედგება ორი ჯაჭვისგან, ორი კომპლემენტარულად დაკავშირებული ჯაჭვისგან, სწორედ მემკვიდრეობითი ინფორმაციის შენახვისა და გადაცემის ფუნქცია დაეკისრა დნმ-ის მოლეკულას. მას ჩვენ სქემაზე განვიხილეთ, როგორ ხდება დნმ-ის გაორმაგება, ანუ რეპლიკაცია. ეხლა დაფაზე დავწერთ დნმ-ის მოლეკულის მონაკვეთს, რასაკვირველია, თავისი ნუკლეოტიდური შემადგენლობით და განვიხილოთ, როგორ ხდება მისი გაორმაგება. მაგალითად, დავუშვათ ასეთი აღნაგობა აქვს საწყის მოლეკულას. შესაბამისად, კომპლემენტარობის პრინციპით
აქეთ იქნება თიმინი, შემდეგ ადენინი, შემდეგ თიმინინიანი, შემდეგ ციტოზინიანი და გუანინიანი. რა ხდება დნმ-ის გაორმაგების დროს? ფერმენტი დროებით თანდათან ხსნის დნმ-ის მოლეკულას და თვითოული ჯაჭვის მიხედვით კომპლემენტარობის პრინციპით აიგება ახალი ჯაჭვი. ხოლო მე ცალკე დავწერ დნმ-ის მოლეკულის თვითოულ ჯაჭვს. მაშ ერთ მხარეზე იქნება ადენინიანი, თიმინინიანი, ადენინიანი, გუანინიანი და ციტოზინიანი. ხოლო მეორე მხარე შესაბამისად დარჩება თიმინინიანი, ადენინიანი, თიმინინიანი, ციტოზინიანი და გუანინიანი. მაშ ორი ჯაჭვის საწყისი მოლეკულის ორი ჯაჭვი. ხოლო თვითოულ ჯაჭვზე დნმ პოლიმერაზას ამ ფერმენტის მონაწილეობით თავისუფალი ნუკლეოტიდებისაგან აიგება ახალი ჯაჭვი. კერძოდ ადენინიანის პირდაპირ თიმინინიანი, თიმინინიანის პირდაპირ ადენინიანი, შემდეგ ადენინიანის პირდაპირ თიმინინიანი, გუანინიანის პირდაპირ ციტოზინიანი და აქ იქნება გუანინიანი. შესაბამისად აქაც ადენინიანის პირდაპირ თიმინინიანის პირდაპირ ადენინიანი, ადენინიანის პირდაპირ თიმინინიანი, შემდეგ ადენინიანი, კვლავ გუანინიანი და ციტოზინიანი. როგორც ხედავთ, ერთი საწყისი მოლეკულის ორი იდენტური ზუსტად ერთნაირი დნმ-ის ახალი მოლეკულის აგება მოხდა. შესაბამისად, ის ინფორმაცია, რომელიც ჩაწერილი იყო საწყის დნმ-ის მოლეკულაში, რა მოხდება? გაორმაგდება, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თაობიდან თაობაზე მემკვიდრეობითი ინფორმაციის გადაცემისათვის, რაზედაც ჩვენ შემდეგ თემებზე გვექნება საუბარი. აი ამ მოლეკულებს, რომელიც შეიძლება აღვნიშნოთ ჩვენ A100, აი ეს ჯაჭვები, ხოლო ეს ჯაჭვები B1, თუ შევადარებთ საწყისი მოლეკულას, ხო, ნახავთ, რომ A ჯაჭვები, ანუ აი ეს ჯაჭვი და ეს ჯაჭვი არის საწყისი მოლეკულის ჯაჭვები. ამიტომ ამ ჯაჭვებს უწოდებენ მატრიცას, ანუ ყალიბს. ხოლო B ჯაჭვები არის ახლად აგებული ჯაჭვები და ეს არის შვილეული ჯაჭვები. აქედან გამომდინარე, დნმ-ის რეპლიკაციას მას უწოდებენ მატრიცული სინთეზის რეაქციას, სადაც ზუსტად საწყისი მოლეკულის თითოეული ჯაჭვი ასრულებს მატრიცის, ანუ ყალიბის როლს. ზოგჯერ შესაძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზმში არსებობს უამრავი დამცავი მექანიზმი, რომ დნმ-ის რეპლიკაციის დროს არ მოხდეს შეცდომა, მაინც არის ხოლმე ზოგჯერ, რომ სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედებით შეიძლება დნმ-ის რეპლიკაციის დროს მოხდეს შეცდომა, მაგრამ ამის დამცავი მექანიზმიც ახასიათებს ცოცხალ სისტემას, ცოცხალ ორგანიზმებს, კერძოდ რასაც დნმ-ის რეპარაცია ეწოდება. ახლა განვიხილოთ ჩვენ ეს სქემაზე, თუ როგორ ხდება დნმ-ის რეპარაცია. დნმ-ის დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს მაგალითად ულტრაესფერმა სხივებმა. ულტრაესფერის სხივების ზემოქმედებით ძალიან ხშირია ესეთი შემთხვევა, როდესაც დნმ-ის ერთ ჯაჭვში მეზობელი აზოტოვანი ფუძეები უკავშირდებიან ერთმანეთს და წარმოიქმნება ეგრეთ წოდებული დიმერი. და განსაკუთრებით ხშირია TT დიმერის წარმოშობა, ანუ როდესაც აზოტოვანი ფუძეები თიმინი და თიმინი უკავშირდებიან ერთმანეთს. გთხოვთ ახლა განვიხილოთ სქემაზე, თუ როგორ ხდება ეს ამ შეცდომის გამოსწორება, რასაც დნმ-ის რეპარაცია ეწოდება. დნმ-ის რეპარაციაში რამოდენიმე ფერმენტი ღებულობს მონაწილეობას. მაგალითად, ისეთი ფერმენტები, როგორიც არის მაგალითად რესტრიქტაზები. რესტრიქტაზა პოულობს დნმ-ის ჯაჭვში მომხდარ ამ დაზიანებას, კერძოდ T დიმერს და გამოიბურცება ეს ადგილი ჯაჭვზე. როგორც ხედავთ, ეს ძალიან კარგად ჩანს სქემაზე. შემდეგ ხდება
გახსნა ამ ადგილის და თითქოს მაკრატლით ამოჭრესო, ისე ამოჭრის ეს ფერმენტი რესტრიქტაზა ამ დნმ-ის დაზიანებულ უბანს. გავაკეთოთ დასკვნა, თუ რატომ აირჩია ბუნებამ მემკვიდრეობითი ინფორმაციის მატარებლად, მატერიალურ მატარებლად დნმ და არა სხვა რომელიმე ნივთიერება. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ მას შეუძლია გაორმაგება, რეპლიკაცია, რომლის დროსაც მემკვიდრეობითი ინფორმაციის გაორმაგებაც ხდება და ამავე დროს შეუძლია შეინარჩუნოს კიდევაც მდგრადობა. ერთ-ერთი ამის მაგალითი გახლავთ ეს დნმ-ის რეპარაცია, რაც ჩვენ უკვე განვიხილეთ. დნმ-ის დიდი ნაწილი არის მოთავსებული ბირთვში და შესაბამისად მას ეწოდება ბირთვული მემკვიდრეობითობა, მაგრამ დნმ გვხვდება აგრეთვე ციტოპლაზმაში. ეს არის მაგალითად ზოგიერთ ორგანოიდებში, როგორიც არის ქლოროპლასტიდები, მიტოქონდრიები და გარდა ამისა პროკარიოტებშიც დნმ განთავსებული არის ციტოპლაზმაში, როგორც ვიცით, ჩვენ მას ბირთვი არ გააჩნია. შესაბამისად, ასეთ მემკვიდრეობას ციტოპლაზმური მემკვიდრეობითობა ეწოდება. ამოიწურა დღევანდელი ჩვენი თემა. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. მომავალ შეხვედრამდე.